ყველაზე პრესტიჟული არქიტექტურის პრემია მსოფლიოში და ეს პრემია სინამდვილეში ეკუთვნის რამაზ ნიკოლაიშვილს, ისევე როგორც იმ 10,000-ით შენებას, რომელიც ახლა სამწუხაროდ ვეღარ აშენებს საქართველოში და თქვენ ნახეთ, რომ ჩვენ რამდენს ლანძღავდნენ ამ ახალ არქიტექტურას, რამდენს აკრიტიკებდნენ. ის ხალხი, ვისაც გრევის და უსაქმურობის მეტი ხშირად არაფერი არ უკეთებია. და როგორც კი გაუჩნდათ შანსი, როგორ დიდი სიამოვნებით შეაჩერეს ეს შენობა, მაგრამ ეს ყველაფერი დროებითია. შეუძლებელია შენობა შეჩერდეს, იმიტომ რომ ჩვენ შევქმნით რამდენიმე წლიანი უწყვეტი წარმატებული შენების პრეცედენტი, წარმატებული განვითარების, ხალხის დასაქმების, უკეთესი პირობების შექმნის. იდეალური რა თქმა უნდა არ იყო, მაგრამ ხო ხედავთ, სოფლიოში აღიარებენ უკვე. და სინამდვილეში დღეს ნახეთ, რომ რამაზ ნიკოლაიშვილთან ერთად ვიყავით ნიუ-ჯერსის გუბერნატორთან და ასევე ნიუ-იორკის მერთან და ორივე ერთად გვითხრა, რომ ნახოს ჩვენი შენობები, რომ ეს კაცი დაგვიტოვეთ და აქ ავაშენებიერთო. საქართველოში აღარ აშენებიან მას და მის მეგობრებს. და აქ თავაზობენ, რომ აქ ააშენებიან. ეს მეტყველებს რაღაცაზე. ალბათ გარედან თუ არ დაგვანახეს, ჩვენ თვითონ რაღაცებს შეიძლება ვერ ხედავთ. შეიძლება დრო დაგჭირდება, რომ დავინახოთ, მაგრამ მე მანამდვილად ვამაყობ იმით, რომ ქართველების ხელით გაკეთა ეს ყველაფერი ამდენი საუკუნის და ამდენი ათწლეულის გრევის შემდეგ. ჩვენ შევქმნით აღშენებლობის ეპოქა, რომელიც ნამდვილად არ გაქრება უბრალოდ და გაგრძელდება.